ჩვენ უბრუნდებით სამტრედიას, სლობოდას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ სამხედრო ექიმს ვლადიმერ ხვედელიძეს სამტრედიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება სამტრედიაში და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნოდარ, გისმენთ. თავდაცვის სამინისტრო სპეციალური ოპერაციების ექიმი კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეს ამ წუთებში სწორედ გზალავენ ილორის სასაფლაოზე, სადაც მამათა სასაფლაოზე, სადაც არის საკუთარი შთამომავლები დაკრძალული. დღეს მთელი დღის განმავლობაში სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა საკუთარ სახლში, საკუთარ მშობლიურ სახლში, აქ სამტრედიის რაიონში. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს სპეციალური დაცვის სამსახურმა გამოგვიყო სპეციალური პრეს-ზონა, შესაბამისად არ ჰქონდა შესაძლებლობა სამგლოვიარო პროცესიისთვის თვალყური გვედევნებინა, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია, იმყოფებოდნენ თუ არა ძალოვანი უწყების პირველი პირები ამ თავად პროცესიაზე და იღებდნენ თუ არა სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობას. სულ ცოტა ხნის წინ დღეს დილიდან შეინიშნებოდა სამტრედიის ქუჩებში დაცვის უპრეცედენტო ზომები და ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს პირველი პირის, ქვეყნის პრეზიდენტის აქ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა ჩვენ არ დაგვიდასტურა და გაგვიცხადა, რომ თუ კი ასეთი ფაქტი იქნებოდა, მაშინ პრეს-სამსახური ვიდეო მასალას მედიას თავად მიაწოდებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ, მაშინ როცა უკვე სამგლოვიარო კაპრალის სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ილორის სასაფლაომდე, დაჯდა პრეზიდენტის ვეტმფრენი, თუმცა ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა, ამ დრომდე არის უცნობი ჩვენთვის, იღებს თუ არა მონაწილეობას სამგლოვიარო ცერემონიალში თავად ქვეყნის პირველი პირი. რაც შეეხება ოფიციალური კომენტარი დღეს ჩვენთან მედიასთან არავის არ გაუკეთებია, ასევე როგორც ახლობლები, ასევე მისი ნათესავებიც მედიასთან საუბარს ერიდებიან. დიდი მადლობა. სამტრედიიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა და ამ წუთებში ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დუისის სასაფლაოზე პანგისის ხეობაში სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ბაჰაუდ ბაღაკაშვილის დაკრძალვა. ეს არის ერთ-ერთი მოკლული, რომელიც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლეს.